მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო და მოგიკითხავთ პირველ რიგში როგორ ხართ? პირველ რიგში სანამ გაშლას დავიწყებ, მინდა მადლობა მოგიხადოთ ყველას არხის გამოწერისთვის, თქვენი კომენტარებისთვის განსაკუთრებული მადლობა ჩემო ძვირფასებო, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. და მინდა დღევანდელი გაშლა გავაკეთოთ თემაზე, რომელიც უმრავლესობას აინტერესებს. და ეს არის ურთიერთობა ჩემო ძვირფასებო. თუ გაქვთ ურთიერთობა ამ მომენტისთვის ან ინტერნეტით, ან გაქვთ შეხვედრები, მაგრამ არ იცით ხო როგორ გაგრძელდება ეს ურთიერთობა, მაშინ მოусმინეთ ამ გაშლას და ვნახოთ ურთიერთობის განვითარების პერსპექტივა როგორია მომავალში, ხო? აი, ჩაიფიქრეთ პერიოდი 1 თვე, 2 თვე და მაშინ ვნახოთ, ხო? თქვენი პარტნიორის ფიქრები საერთოდ როგორია მისი ფიქრები თქვენთან მიმართებაში, რა ინტერესი აქვს თქვენს პარტნიორს თქვენს მიმართ და ვნახოთ მისი მოქმედებები და პერსპექტივა ურთიერთობის. გავაკეთოთ ორ ვარიანტზე, პირველი და მეორე ვარიანტი. ჩაიფიქრეთ ჩემო ძვირფასებო ვარიანტი, აირჩიეთ. მე გადავდებ მეორე ვარიანტს და დავიწყოთ პირველი ვარიანტით ჩემო ძვირფასებო. კონცენტრირდით პიროვნებაზე, ვისთანაც გაქვთ ურთიერთობა ამ მომენტისთვის. მას როგორც უკვე გითხარით, განვიხილავთ ურთიერთობის განვითარების პერსპექტივას. ნახოთ, როგორ ენერგიებში იმყოფება ამჟამად თქვენი პარტნიორი. თქვენი პარტნიორი, ვისაც ფიქრობთ. როგორ ენერგიებში ხედავს ჩვენი და რომ ნახოთ ამ მომენტისთვის თქვენს მიერ ჩაფიქრებულ პიროვნებას. ხო, ცხრიანი კვერთხი ამოვიდა ჩემო ძვირფასებო აქ. პიროვნება სიმართლე გითხრათ, არ ვიცი რატომ, მაგრამ ცოტა სიფრთხილეს იჩენს თქვენთან ურთიერთობაში კი არა და ზოგადად ხო ენერგია ვიკითხეთ, ფრთხილი პიროვნება არ ჩქარობს, მართალია კვერთხის ენერგიებშია, აქტიურია, მაგრამ შესაძლებელია პიროვნებას წარსულში აქვს რაღაცა მწარე გამოცდილება, რის გამოც ამ მომენტისთვის ყველასთან იჩენს რაღაც სიფრთხილეს, ხო? სიფრთხილეს და რაღაცა თითქოს საზღვარი აქვს დაწესებული და აი იმ საზღვრის იქით არ უშვებს არავის, ხო? არ უშვებს არავის და არც თვითონ არ ცდილობს რაღაცნაირად რომ თავის სიახლოვეს ვინმე გაიკაროს. პიროვნება საკმაოდ ისეთი მამაცი პიროვნებაა ჩემო ძვირფასებო, აქ მე ვერ ვიტყვი იმას რომ შიშარა პიროვნება და ურთიერთობის ეშინია, არა, უბრალოდ შესაძლებელია წარსულში ამ პიროვნებას ჰქონდა რაღაც ურთიერთობა, რომლისგანაც არ ვიცი, რაღაც ცუდი მოგონებები აკავშირებს. შესაძლებელია თქვენთან მიმართებაში ამ მომენტისთვის იყოს კიდევ ეს ვარიანტი, ანუ ჩემ ძვირფასებო მინდა გვეტყობა რომ საჯარო გაშლა და ვიტყვი მე რამდენიმე ვარიანტს და რომელიც თქვენია, ერთ-ერთი ვარიანტი შესაძლებელია იყოს ისიც რომ რაღაც კონფლიქტური სიტუაცია მოიხდათ ამ პიროვნებასთან და ამ მომენტისთვის რაღაცნაირად დისტანცირებულია პიროვნება თქვენგან, ხო? აი ასეთ ენერგიებში ხედავს სამყარო. ნახოთ აბა მაშინ თქვენთან მიმართებაში რა ხდება, ხო? როგორი ურთიერთობა გაქვთ ამ მომენტისთვის? მოდი ვიკითხოთ, ხო, რა კი ესეთნაირად წავიდა გაშლა რომ პიროვნება რაღაცნაირად თავის საზღვრებს იცავს და ცდილობს რომ თავის საზღვრებში არ შეუშვას ვინმე, ხო? ნახოთ, აბა თქვენთან როგორი ურთიერთობა აქვს ამ მომენტისთვის, რას ფიქრობს პიროვნება თქვენთან. არ არის გამორიცხული ჩემო ძვირფასებო, რომ ეს იყოს ურთიერთობა, რომელიც შესაძლებელია, როგორც უკვე ვთქვი, იყოს დისტანციური ურთიერთობა, მანძილზე ურთიერთობა, ურთიერთობა ინტერნეტით, კომუნიკაციის საშუალებებით და არ ცდილობს პიროვნება რაღაცნაირად არ ჩქარობს, ხო, აი ამოვიდა თასის მეფე. არ ჩქარობს თითქოს რაღაცნაირად რომ ურთიერთობა წინ წავიდეს. კი, გრძნობა აქვს თასის მეფე, რაღაცნაირად გრძნობა აქვს, მაგრამ რატომღაც აქ ისეთი მომენტია, რომ დიდად რო ვთქვა, რომ ამ მომენტისთვის თქვენ შორის რაღაც თბილი ურთიერთობა და რაღაც კომუნიკაცია ისეთი, აი რაღაცნაირად დისტანციური, ცოტა ცივი შეიძლება ითქვას, უფრო მიწიერი პენტაკლის რაინდი ამოვიდა. აქ მე ვერ ვიტყვი იმას, რომ რაღაც კი რომანტიკა, სიმპათია შესაძლებელია არის, მაგრამ როგორც უკვე ვთქვი, პიროვნება არ ჩქარობს რატომღაც კომუნიკაციას და რაღაც მოვლენების დაჩქარებას. საკმაოდ დინჯ პიროვნებასთან გვაქვს საქმე, ჩემი ძვირფასებო და როგორც უკვე გავიმეორებ, რომ შესაძლებელია რაღაც
არის შემაკავებელი, შემაფერხებელი ფაქტორი თქვენ შორის, რაც არ აძლევს ამ პიროვნებას, რომ ურთიერთობა წაიყვანოს. შესაძლებელია ამ მომენტისთვის, ვიკითხეთ ურთიერთობა როგორია, ხო, ამ მომენტისთვის შესაძლებელია, ну, რაღაც მე გავხსნი, ცოტა არ იყოს იცით როგორი მომენტი აქ. შესაძლებელია, არ ვიცი, თქვენ შორის ამ მომენტისთვის რაღაც დაძაბული ურთიერთობა იყო, რაღაც პატარა კონფლიქტური სიტუაცია, შესაძლებელია და თქვენც რაღაცნაირად ბურუსში ხართ თითქოს, ხო? გაურკვევლობაში ხართ. გაურკვევლობაში ხართ, ვერ გაგირკვევიათ რა, საით რა ანუ რაღაც ვფიქრობ, რომ აქ უფრო იყო რაღაც ინციდენტს ჰქონდა თქვენ შორის ადგილი, რამაც დაძაბა ურთიერთობა და ამ მომენტისთვის შესაძლებელია გაქვთ კომუნიკაცია ან ინტერნეტით, ათვალიერებთ მის რაღაც სოციალურ ქსელს სიტყვაზე, დაინტერესებულები ხართ ხო ერთმანეთით, მაგრამ აქ კი არის რაღაც იმპულსები იმის, რომ რაღაც გრძნობის თითქოს მოწონების, მაგრამ აქ ვფიქრობ, რომ არის რაღაც კონფლიქტური სიტუაცია და აი ამის შემდეგ ურთიერთობა რაღაცნაირად თითქოს კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა და გაურკვევლობაში ხართ, ხო, ორივე მხარე როგორ განვითარდება და რა განვითარდება, არ იცით რა იქნება. იმიტომ რომ 7-იანი თასიც ამოვიდა აქ, რაღაცნაირად ვფიქრობ, რომ გაურკვევლობა გაქვთ ურთიერთობაში. შესაძლებელია თქვენს გვერდით ამოვიდა ეს 7-იანი თასი. ჩემო ძვირფასებო, ნახეთ თქვენც, ნახეთ როგორი პოზიცია გაქვთ. 7-იანი კვერთხის პოზიცია. ну, აშკარად რაღაც ერთმანეთში რაღაც წინააღმდეგობაში ხართ ერთმანეთთან, არ ვიცი რატომ, მაგრამ აქ ერთმანეთში არ არის გაგება და ჰარმონიული ურთიერთობა, რაღაც ერთმანეთს ეწინააღმდეგებით, აზრთა სხვადასხვაობის აქ თუ რა არ ვიცი რა, ერთი სიტყვით, მაგრამ ფაქტია, რომ ურთიერთობაში გაურკვევლობა გაქვთ ამ მომენტისთვის, დედათ კარგი როგორ ჩქარობს. მოდი ვნახოთ მაშინ მისი ფიქრები თქვენთან მიმართებაში როგორია, თქვენი ჩაფიქრებული პიროვნების ფიქრები თქვენთან მიმართებაში როგორია ამ მომენტისთვის. როგორია თქვენი პარტნიორის ფიქრები თქვენთან მიმართებაში ამ მომენტისთვის ფიქრები. ჩემო ძვირფასებო, არ ვიცი რომელი მხარე მიყურებს აქ ოჯახს მიჩვენებს. შესაძლებელია ერთ-ერთი მხარე ვფიქრობ, რომ რომელიღაც მხარე აქ არის ყოფილი, ანუ როგორ გითხრათ, ოჯახიდან წამოსული, ну, ურთიერთობა ჰქონდათ, შესაძლებელია ჰქონდათ ოჯახი, მაგრამ დასრულებულ ურთიერთობას მიჩვენებს და სწორედ შესაძლებელია თქვენ ხართ ასეთ, ანუ შესაძლებელია გყავდეთ ოჯახი წარსულში და ახლა რატომღაც არ ვიცი, დასრულებულ ურთიერთობას მიჩვენებს აქ და სწორედ ამას ფიქრობს, რომ რაღაცნაირად თითქოს იცის ამ პიროვნებამ თქვენ შესახებ შესაძლოა ყველაფერი და ფიქრობს, რომ კოშკის არკანი რაზე მიმანიშნებს აქ კონკრეტულად. კი, აქ იცით რა არის, აქ ვფიქრობ, რომ უკვე დიდი ხანია, რაც ეს პროცესი გრძელდება, ან თუ არ დაგისრულებიათ, მაგრამ მე აქ ვფიქრობ, რომ უკვე არის რაღაც პროცესი დაწყებული, უკვე დაწყებული კი არა, უკვე დასრულებული პროცესი აქვს, როდესაც პიროვნებას ოჯახი აღარ აქვს. იმიტომ რომ ოჯახის არკანი აქ 10-იანი პენტაკლი, 10-იანი პენტაკლი, 6-იანი ხმალი და კოშკის არკანი. ანუ აქ დასრულებულ ურთიერთობას ვფიქრობ, რომ თქვენ ხართ ასე ანუ ქმარგაცილებული, ასე ვთქვათ. კიდევ რას ფიქრობს თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება თქვენზე? კი, ფიქრობს იმას, რომ ჯერ არ ვიცი, აი ნახეთ 6-იანი თასი, ნოსტალგია გაქვთ თითქოს. არ ვიცი რატომ, მაგრამ თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება ფიქრობს, რომ ჯერჯერობით ბოლომდე ის ტკივილი შესაძლოა მოშუშებული არ გაქვთ. არ გაქვთ ჯერ ისევ წარსულით ცხოვრობთ, წარსულში ხართ ჯერ ისევ და არ არის გამორიცხული, რომ შესაძლოა პირველი ქორწინებიდან გყავდეთ შვილებიც, ჩემო ძვირფასებო, აქ ზოგიერთს. აი ესეთი ფიქრები აქვს, ну, პიროვნება რეალურად როგორი მომენტია, იცით, რას ფიქრობს თქვენზე? პიროვნება თქვენზე ფიქრობ, რომ განიცდის იმას, რომ თქვენ ჯერ კიდევ რაღაცნაირად წარსული ურთიერთობა არ გაქვთ მოშუშებული. კი, აქ ნახეთ 4-იანი ხმალი აქ როგორი ეს ამ დასტაში 4-იანი ხმლები ცოტა სხვანაირად არის დახატული. ჯერ კიდევ გლოვობთ, ჯერ კიდევ ასე ვთქვათ, ვერ მოგიშუშებიათ ის ტკივილი, ჯერ კიდევ რაღაც დაუსრულებელი
დაუსრულებელი ურთიერთობას შეიძლება დასრულებულია, მაგრამ ბოლომდე თქვენი მხრიდან რაღაცნაირად წერტილი არ აქვს დაცნული, ან არის თქვენს ცხოვრებაში შესაძლოა ზოგიერთთან ხო იყოს ბავშვების თემაც, რაც არ გაძლევთ ასე ვთქვათ წინსვლის საშუალებას. აი ესეთი ფაქტორია აქ, თუ ბავშვები არ გაქვთ, შესაძლებელია ჯერ ისევ წარსული ჭრილობები არ გაქვთ მოშუშებული და ხო, ასეთი რაღაც სიტუაციას მიჩვენებს აქ. მოდი მაშინ მე ვიკითხავ ასეთ რამეს. თქვენი პარტნიორის ზრახვები მაინტერესებს, რა უნდა ხო თქვენგან რა უნდა, რისი მიღება სურს თქვენს მიერ ჩაფიქრებულ პიროვნებას. რეალური ზრახვები, ნახოთ მისი რეალური ზრახვები. აქ ფაქტია, რომ თითქოს რაღაცნაირად ერთმანეთის დადანაშაულება ხდება და წარსულით მანიპულირება, ასე ვთქვათ, წარსულზე ყურადღების გამახვილება, წარსულ ურთიერთობაზე, ჩემო ძვირფასებო, ხო, შესაძლებელია თქვენს პარტნიორსაც ჰქონდა რაღაც მსგავსი სიტუაცია, ან ფაქტია, რომ თქვენზე რას ფიქრობს და ამოვიდა ისეთი არკანები, რომ თითქოს შესაძლებელია, ხო, თქვენი მხრიდანაც ხდება მსგავსი პრობლემები არ გაძლევთ იმის საშუალებას, რომ მომავალზე ვიფიქროთ, ხო, რაღაც არის წარსულში დარჩენილი, ასე ვთქვათ, მოუშუშებელი. მოდი ვნახოთ რეალური ზრახვები თქვენი პარტნიორის, მისი სურვილები და ზრახვები თქვენთან მიმართებაში რა არის ამ მომენტისთვის. ხო, აი იცით რა არის, მას ნამდვილად სურს, რომ სიტუაცია, რომელიც ამ მომენტისთვის შესაძლებელია ჩიხშია შესული, ხო? იმიტომ რომ ნახეთ, რვიანი ხმალი, სიტუაცია, რომელიც რაღაც პრობლემური სიტუაცია, რომელიც ჩიხშია და არ იცურის ერთი ადგილიდან, ხო, გაყინულია ერთ ადგილზე, ქურუმი ქალი. სიტუაციის გარკვევა სურს, სიტუაციის, რომელიც ამ მომენტისთვის გაურკვეველია, გაუგებარია, მაგრამ რეალური მისი ასე ვთქვათ, სურვილია, რომ გაარკვიოს ზუსტად ეს გაურკვევლობა. მისი რეალური ფიქრები აქეთკენ არის, ხო, მიმართული, რომ რაღაცნაირად დასვას წერტილი. შესაძლებელი არ არის გამორიცხული, ჩემო ძვირფასებო, რომ ზოგიერთს ჰქონდეთ ფარული ურთიერთობა ამ მომენტისთვის და სწორედ, ფარული როგორ არ იყოს აფიშირებული საზოგადოებაში, ხო? ჩუმად ხვდებოდეთ, ჩუმად ჰქონდეთ რაღაც მიმოწერა, შესაძლებელია ჯერ არ გინდათ გახმაურება იმის გამო, რომ ჯერ არ ხართ გარკვეული ერთმანეთის გრძნობებში, ხო? შესაძლებელია აი ეს ფაქტორიც არის და სწორედ მისი ზრახვები არის ის, რომ გაარკვიოს, ხო? რეალურად და ხო, აი პენტაკლის მეფე, აქ არ არის გამორიცხული, რომ თვითონაც, არ ვიცი, აქაც მომენტია ის, რომ პენტაკლის მეფე შესაძლებელია, იცით რა არის, აქ არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ რაღაც დასრულებულ ურთიერთობას მიჩვენებს, რომელიმე ერთ-ერთ მხარეს არის ურთიერთობა დასრულებული და სწორედ აი ამის გარკვევის სურვილი აქვს, რომ საბოლოოდ აქ აი იცით როგორი მომენტია, ხო, შესაძლებელია ერთ-ერთ მხარეს მისი ზრახვები თქვენთან მიმართებაში. როგორია, იცით, გაურკვევლობა გაქვთ, ხო? თითქოს აქ მიჩვენებს იმას, რომ შესაძლებელია ერთ-ერთი მხარე იყოთ კიდევაც ქორწინებაში, ოღონდ რეალურად ეს იყოს რაღაც ფიქტიური მომენტი, ხო? ანუ მხოლოდ ქაღალდებზე და ხალხის დასანახად და რეალურად ურთიერთობა აღარ არსებობს და მაგრამ გიჭირდეთ გადაწყვეტილების მიღება, გიჭირდეთ რეალურად წერტილის დასმა და აი ასეთ მერყეობაში ხართ, რომ როგორ მოიქცეთ დაასრულოთ ოფიციალურად განქორწინდეთ თუ აი რა მიიღო, რა გადაწყვეტილება მიიღოთ. აქ ისევ მეორდება, ნახეთ, არკანები 6-იანი თასი ისევ წარსულზე. აქ მე მიჩვენებს იმას, რომ ერთ-ერთი მხარე შესაძლებელია კვლავ იმყოფება ქორწინებაში, შესაძლებელია, კიდევ გავიმეორებ, ეს იყოს უბრალოდ ქაღალდზე ქორწინება და ეს მომენტია, რომ გადაწყვეტილების მიღება გიჭირთ და გამოხვიდეთ ამ ურთიერთობიდან საბოლოოდ და ყველაფრით დაუსვათ წერტილი თუ როგორ მოიქცეთ და რეალურად თქვენს პარტნიორს სურს ამის გარკვევა და ამ ყველაფრის დასრულება სურს ერთი სიტყვით.
ნუ გასაგებია ხო? მისი ზრახვები და მისი ფიქრები თქვენთან მიმართებაში. მოდი ვნახოთ მისი რეალური კი არა და ჩვენი მთავარი თემა ურთიერთობის განვითარების პერსპექტივა. როგორ განვითარდება მომდევნო 1 თვე, 2 თვე ჩაიფიქრეთ შემოძვირფასება ურთიერთობა თქვენ შორის. როგორ განვითარდება ურთიერთობა თქვენსა და ჩაფიქრებულ პიროვნებას შორის მომდევნო 1 თვის განმავლობაში, ან 2 თვის განმავლობაში, პირველი ვარიანტისთვის, როგორ გაგრძელდება და როგორ განვითარდება ურთიერთობა, რომელიც ამ მომენტისთვის გვიჩვენებს კარგი, რომ რაღაც დაცაბული ურთიერთობაა. ნახეთ ტრანსფორმაციის არკანი შემოძვირფასებო. ტრანსფორმაციის არკანი. მიდის უკვე ტრანსფორმაცია ურთიერთობის. ხო, მაგრამ ჯერ ისევ ფიქრები იმის, რომ საით წავიდეს. აქ შესაძლებელია შემოძვირფასებო, როგორი მომენტია, იცით, შესაძლებელია აქ ორივე პარტნიორი რაღაცებზე, არ ვიცი, შესაძლოა პრობლემებს რაღაცა ან გაურბოდეთ და ფიქრობდეთ საკუთარ თავში იკეტებოდეთ, ანუ ერთმანეთთან საუბარს გაურბოდეთ, ასე ვთქვათ, თქვენ თავში იკეტებოდეთ და ასე ფიქრისა და ანალიზის პროცესში იყოთ ჯერ კიდევ კატა ხანი, იმიტომ რომ მომავალი ვიკითხეთ, ხო? მაგრამ ნახოთ აბა საბოლოო შედეგი რა იქნება. ნუ ვფიქრობ, რომ ეს პროცესი ჯერ კიდევ გაგრძელდება, იმიტომ რომ პენტაკლის რაინდი ამოვიდა, ანუ თქვენი ფიქრის და ასე ორჭოფობის პროცესი კიდევ გაგრძელდება. შემოძვირფასებო და კიდევ შესაძლებელია, რომ ხო, ჯერ კიდევ არც ერთს არ გინდათ, იცით როგორი მომენტია აქ შემოგარგებო. ცხრიანი თასი თითქოს არც ერთს არ გინდათ იმის დაკარგვა, რაც გაქვთ. შესაძლებელია, არ ვიცი რა გაკავებთ, თუ გაქვთ გქონდათ წარსულში რაღაც ურთიერთობა, ან ასე ვთქვათ, ოფიციალურად მაინც კვლავ ურთიერთობაში ხართ, ხო? და რაღაც უხილავი ძაფებით, მაგრამ გაქვთ სხვა ურთიერთობას პარალელურად, ხო, ამ მომენტისთვის. ნუ არის რაღაც შემაკავებელი ფაქტორი, რისი დაკარგვაც არ გინდათ, თქვენი კომფორტის ზონიდან გამოსვლა არ გინდათ აქ შემოძვირფასებო. ვფიქრობ, რომ ბევრისთვის მნიშვნელოვანი იქნება ის ფაქტი, რომ შესაძლოა ოფიციალური სახე რომ მიეცეს ყველაფერს, ქორწინებასაც და განქორწინებასაც რაღაცები თავისთავად შეიცვლება. ზოგადად შესაძლებელია რაღაც ქონებრივი რაღაც დაკარგვის ეშინოდეს, რაღაც არ ვიცი, ქონების ზოგიერთ შესაძლებელია უბრალოდ არ ვიცი, სტატუსის დაკარგვის ეშინოდეს. ნუ რაღაცას ძალიან უფრთხილდებით ერთი სიტყვით და ფაქტია, რომ მომდევნო ორივეს ასე ვთქვათ, გეცნელებათ იმ კომფორტის ზონიდან გამოსვლა, რომელშიც იმყოფებით. ნუ შესაძლებელია მარტო ხართ, მაგრამ რაღაცნაირად არ ვიცი, თითქოს ზოგ ცვლილებების ეშინია, ანუ ახალი რაღაც ურთიერთობაში, ახალი რაღაც წესების, ცვლილებების ერთი სიტყვით და შესაძლებელია სწორედ ეს ფაქტორია თქვენთვის და მეორე მხარესთვის შემაფერხებელი. რომ თქვა, რომ ურთიერთობა დასტაბილურდება, მე აქ ვერ ვხედავ დასტაბილურებას, აი ეს ფიქრის პროცესი კიდევ გაგრძელდება და როგორც უკვე გითხარით, შედეგი გვაინტერესებს, საბოლოოდ ვიკითხოთ პირველი ვარიანტისთვის ურთიერთობის განვითარების პერსპექტივა მომდევნო 2 თვის განმავლობაში. ხო, იცით რა არის, თქვენ აი როგორც იმპერატრიცა ისე ამოხვედით, თქვენ არანაირად არ დაჯერდებით რაიმე სხვას, იმიტომ რომ თქვენ სტატუსიც გაქვთ, ლამაზიც ხართ და ერთი სიტყვით გამადიდებელი შუშით დააკვირდებით პროცესებს, შესაძლოა შორიდან როგორ განვითარდება, რას მოიმოქმედებს თქვენი პარტნიორი. თუ მამაკაცები მიყურებთ, შეაბრუნეთ ერთი სიტყვით საპირისპიროდ. აქ არის ეს პროცესი, ეს მომენტი, რომ გადაწყვეტილების მიღების, ასე ვთქვათ, გიძნელდებათ რატომღაც ორივე მხარეს, რომ რაღაც განვითარება ქონდეს. თითქოს ურთიერთი გინდათ ურთიერთობა, მაგრამ რატომღაც შემდეგ შესაძლოა შიშის ფაქტორია, რომ რა იქნება, როგორ იქნება და ეს ფიქრები არ დასვენებთ ერთი სიტყვით. ხო. ნუ ასეთი იყო პირველი ვარიანტი, შემოძვირფასებო ძალიან მაინტერესებს, გამომეხმაურეთ და ნახოთ მეორე ვარიანტი. ნახოთ, შემოგარგებო. ვფიქრობ, რომ დასტა გამოცვალო. მოდი ნახოთ მეორე ვარიანტი. როგორ ენერგიებშია ამ მომენტისთვის თქვენს მიერ ჩაფიქრებული
პიროვნება. მეორე ვარიანტი. კონცენტრირდით თქვენს პარტნიორზე. ნახოთ თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნების ენერგიები ამ მომენტისთვის. როგორ ენერგიებშია ამ მომენტისთვის თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება. აქ პიროვნებას მიჩვენებს, რომ რაღაცნაირად თითქოს ურთიერთობა, რაღაც იცით როგორი მომენტია პიროვნება, რომელსაც რაღაც ურთიერთობა თითქოს რაღაც სიახლეა პიროვნების ცხოვრებაში, მიჩვენებს აქ ესეთ რაღაცას და ეს სიახლე არის გრძნობებთან დაკავშირებული და პიროვნება ცდილობს, რომ რაღაცნაირად გაიკვალოს გზა. სხვათა შორის 6-იანი ხმალი აქ არის მცდელობა იმის, რომ პიროვნება, კი, აი ნახეთ როგორი მომენტია აქ, შეყვარებული პიროვნება, რომელიც ცდილობს რაღაცნაირად, რომ ურთიერთობა განავითაროს. აქ არის რაღაც საკმაოდ ისეთი არკანები ამოვიდა, შესაძლებელია, დაინტერესება აქ პიროვნების, აი ესეთი ენერგიები მოდის, რომ პიროვნების ცხოვრებაში არის რაღაც სიახლე, თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნების ცხოვრებაში არის სიახლე, ეს სიახლე რა თქმა უნდა არის სიყვარულით შემოძვირფასება, რომელიც ზოგიერთთან შესაძლებელია იყოს რაღაც სამსახურებრივი რომანი, ასე ვთქვათ, შესაძლებელია, სადაც მუშაობთ, იქ არის ეს პიროვნებაც და აქ ორივეს დაინტერესებაა თითქოს რომ რაღაცნაირად განვითარდეს ეს ურთიერთობა, ხო, საკმაოდ დადებით ენერგიებშია პიროვნება. მოდი ვნახოთ, რას ფიქრობს პიროვნება. შეყვარებული პიროვნება მოვიდა. ფაქტია, რომ შეყვარებული პიროვნება მოვიდა. ნახოთ აბა ერთი რას ფიქრობს თქვენთან მიმართებაში. რას ფიქრობს? მეორე ვარიანტი, ვინც აირჩია. თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება თქვენზე. რას ფიქრობს? ამ მომენტისთვის რა ფიქრები აქვს თქვენთან მიმართებაში? ვნახოთ კიდევ, ნახოთ, კი, აქ პიროვნება დაინტერესებულია შეხვედრით, ურთიერთობით, ძალიან ისეთი მიჯაჭვულობა აქვს თქვენს მიმართ, იზიდავთ ძალიან. აქ ეს რაზეა საუბარი? აქ? ხო. რაზეა საუბარი ეს? კარგად დაიწყო და როგორ ამოხდა ეს ქურუმი ქალი აქ რამდენიმე ნიშნავს ქურუმი ქალი. ამ პიროვნებას შესაძლებელია იცით როგორი მომენტია. შესაძლებელია, არ ვიცი, ვით დავაზუსტოთ. ჩემკარგებო, თუ ამ პიროვნებასთან ვინც ჩაიფიქრეთ რაღაც პერიოდის განმავლობაში ქონდათ ურთიერთობა, მაგრამ დაგიბრუნდათ, ხო? შეწყვეტილი იყო და კვლავ განახლდა ურთიერთობა. შესაძლოა ეს ვარიანტი თქვენი იყოს. აქ მე მიჩვენებს იმ ვარიანტს, იმიტომ რომ დასტის ბოლოზე მაქვს ასევე ფორტუნას ბორბალი. შესაძლებელია თქვენ ჩაიფიქრეთ პიროვნება, ვისთანაც წარსულში ქონდათ ურთიერთობა, მაგრამ რაღაც პერიოდის შემდეგ ეს ურთიერთობა დაპაუზდა, რაღაც იმედგაცრუება იყო ერთი სიტყვით და ახლა კვლავ განახლების ახლიდან დაიწყო კვლავ. აი ასეთ რაღაც ურთიერთობას მიჩვენებს შემოძვირფასებო აქ და იმას, რომ თითქოს ახლიდან დაიწყო, ასე ვთქვათ, თქვენს ურთიერთობას მეორე ვარიანტი, ვინც ჩაიფიქრეთ, ახალი შანსი მიეცა, ახალი სიცოცხლე, ასე ვთქვათ, რატომღაც. მოდი ვნახოთ, რას ფიქრობს კიდევ თქვენი პარტნიორი თქვენზე ამ მომენტისთვის, რას ფიქრობს, ვინც მეორე ვარიანტით ჩაიფიქრა. თქვენი პარტნიორი თქვენზე, დასტის ძირზე, აი ნახეთ ფორტუნას ბორბალი ზეღანაც იყო და კიდევ ზეღან დასტის ფონად მქონდა და ამოვიდა. და დასტის ძირზე იმპერატრიცა. შესაძლებელია თქვენ მეორე ვარიანტმა, ვინც ჩაიფიქრეთ, ეს ყოფილ პარტნიორზე ჩაიფიქრეთ, შემოძვირფასებო, ყოფილ პარტნიორზე, რომელიც შესაძლებელია პერიოდულად რაღაც მისი მხრიდან, არ ვიცი, პერიოდულად ხდება პიროვნებასთან შეხვედრა თუ ურთიერთობის განახლება, აი ესეთი ურთიერთობა, მაგრამ აქ რაღაც იყო, არ ვიცი, თქვენ შორის ერთი დავაზუსტებ მე, იმიტომ რომ დასტის ძირზე იმპერატრიცა, კვერთხის დედოფალი, აქ რაზე მიმანიშნებს? აქ რაზეა საუბარი? დავიზუსტებ თუ შეიძლება. შემოძვირფასებო აქ არ არის გამორიცხული, რომ მეორე ვარიანტი სასიყვარულო სამკუთხედს ეხებოდეს. სასიყვარულო სამკუთხედში მყოფ პირებს ეხებოდეს მეორე ვარიანტი, ჩემოკარგებო. კი.
აქ არ არის გამორიცხული, რომ იყოს სასიყვარულო სამკუთხედი, ერთ-ერთი პიროვნება აქ ოჯახშია, ჩემო ძვირფასებო. და რაღაცნაირად პიროვნება ფიქრობს იმას, რომ და შესაძლოა რაღაც კონფლიქტური სიტუაცია გქონდათ, სწორედ არ ვიკითხე თავიდან, ხო, ურთიერთობა როგორია თქვა ეს, მაგრამ ფაქტია, რომ აქ მე მიჩვენებს იმას, რომ შესაძლებელია ურთიერთობაში რაღაც დაძაბულობა გქონდათ და ფიქრობს ეს პიროვნება, რომ ნახეთ, ხუთიანი ხმალი სინანულის გრძნობა აქვს აქ რაღაც პიროვნებას თქვენთან მიმართებაში და რაღაც გარკვევა სურს თითქოს ურთიერთობის დათბობა სურს, ასე ვთქვათ. მოდი ვიკითხავ მე ახლა, რა გიწევენ, არ ვიკითხე. ამჟამად როგორი ურთიერთობა თქვენ შორის? მეორე ვარიანტი. როგორი ურთიერთობა თქვენ შორის ამჟამად? როგორია ურთიერთობა ამჟამად? მეორე ვარიანტის წარმომადგენლებს შორის პარტნიორთან როგორი ურთიერთობა აქვს მეორე ვარიანტის წარმომადგენელს თავის პარტნიორთან? როგორი ურთიერთობა აქვს მეორე ვარიანტის აქ აი იმპერატრიცა მოვიდა და კი, აქ ჩემო ძვირფასებო, აი როგორი ვარიანტია ეს. როგორც უკვე ვთქვი, ყოფილ პარტნიორზე უყურებს მეორე ვარიანტი. ურთიერთობა, რომელიც თქვენს პარტნიორთან გქონდათ, და შემდეგ გაჩერდა, ანუ დაპაუზდა იმის გამო, რომ შესაძლებელია თქვენი პარტნიორი თქვენს გვერდით თქვენიდან წავიდა, არ ვიცი. აქ როგორც უკვე გითხარით, ფორტუნას ბორბალეთ ცვალებადი ურთიერთობაში ციკლურობაა, ხო? პარტნიორი წავიდა, მოვიდა, ესეთი ურთიერთობას მიჩვენებს აქ. აი, იცით როგორი მომენტია, ზუსტად თითქოს პირველი ვარიანტი გაგრძელდაო. აქაც არის ფიქრი, რაღაც ურთიერთობის, ასე ვთქვათ, ხელახლა დაწყების რაღაც შანსები, იმიტომ რომ ტრანსფორმაციას გადის თქვენი ურთიერთობა და ამაზე ფიქრი, უკვე რომ რაღაცნაირად შეიცვალოს, ახალი შანსი მიეცეს, ახალი სიცოცხლე დაიწყოს, ხო, თქვენს ახალი სიცოცხლე, რომელიც გაჩერებულია ამ მომენტისთვის, ხო? რაღაც ახალი ახლიდან ინტერესია ამის, რომ ახლიდან ურთიერთობა აღდგეს ერთი სიტყვით. აქ არის აი ესეთი ვარიანტი, შემოკარგებო და მოდი მაშინ ვნახოთ პერსპექტივა ვიკითხოთ, აღარ გავაგრძელებ. მე ძალიან შორს აღარ წავალ, იმიტომ რომ ძალიან დიდი გაშლა გამოვა. ვნახოთ მეორე ვარიანტისთვის. ვინც ყოფილ პარტნიორზე არ უყურებთ ჩემო ძვირფასებო, მაშინ ეს ვარიანტი თქვენი არ არის. ვნახოთ მაშინ როგორ განვითარდება მეორე ვარიანტისთვის ურთიერთობის განვითარების პერსპექტივა როგორი იქნება. მეორე ვარიანტისთვის მომდევნო 2 თვის განმავლობაში როგორია მეორე ვარიანტისთვის ურთიერთობის განვითარების პერსპექტივა როგორია. ნახეთ, აქ რა ხდება ჩემო კარგებო, ნახეთ, სურვილი იმის რომ გაირკვეს ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას, ტრანსფორმაციას განიცდის თქვენი ურთიერთობა და ტრანსფორმაციის არკას მოხვა სამიანი პენტაკლი. ყოველ შემთხვევაში ორივე მხარე დაინტერესებულია აქ იმით, რომ რაღაც შეიცვალოს ურთიერთობაში, რაღაც უკეთესობისკენ წავიდეს დასტის ძირზე. ნახეთ, როგორი არკანებია, იმპერატორი ამოვიდა, ზეგან იმპერატრიცა, ხო? ყოველ შემთხვევაში აქ არის დაინტერესება იმის, რომ რაღაცნაირად ურთიერთობა განვითარდეს და პერსპექტივა, ასე ვთქვათ, თითქოს ამ ურთიერთობას ვფიქრობ, რომ ექნება პერსპექტივა, რადგან ორივე მხარის მონდომება და ჩართულობა აქვს. მე მაინტერესებს კონკრეტული ნაბიჯები მეორე ვარიანტისთვის. მის მიერ ჩაფიქრებული პიროვნების კონკრეტული ნაბიჯები მაინტერესებს მომდევნო 2 თვის განმავლობაში. როგორი იქნება მეორე ვარიანტისთვის? კომუნიკაცია ყველა ვარიანტში იქნება ჩემო ძვირფასებო. კომუნიკაცია ყველა ვარიანტში იქნება. კი, აქ ვფიქრობ, რომ ნახეთ როგორი მომენტია. აქ
ქალიც დაინტერესებულია და კაციც დაინტერესებულია იმისკენ, რომ რაღაც კომუნიკაცია და ასე ვთქვათ, რაღაც არჩევანის გაკეთების ნახეთ არჩევანი გააკეთოს. ოღონდ ეს არჩევანი შესაძლებელია თქვენ გქონდეთ გასაკეთებელი, ჩემი უძუფასებო, ქალბატონები მიყურებთ, თუ არადა შეაბრუნეთ, ჩემო კარგებო. აქ არჩევანზეა ლაპარაკი, არჩევანი უნდა გააკეთოთ. სურვილი და ამონდომება ძალიან დიდია. ორივე მხრიდან რაღაც კომუნიკაციის, ურთიერთობის, ერთი სიტყვით. მეორე ვარიანტს აქ ვფიქრობ, რომ ურთიერთობას, თქვენს ურთიერთობას და თქვენს მცდელობას, რომ რაღაცნაირად აღდგეს, გაგრძელება იქნება. აი ასეთი იყო დღევანდელი გაშლა, ჩემო ძვირფასებო. ძალიან მაინტერესებს, გამომეხმაურეთ ვისთან როგორ რეზონირდა. მადლობა და ნახვამდის. რომელი ვარიანტი რეზონირდა, დამიწერეთ კომენტარებში.